მოგესალმებით ხალხო, მინდა გითხრათ ერთი ორი სიტყვა ამ ძველ ახალ კანონთან დაკავშირებით. ფაქტობრივად 5 დღეა ერთი კვირა, რაც პრინციპში ყურებმა დაისვენა რა და ქალაქი გაჩუნდა. ეს კანონი არ არის ახალი, ეს კანონი არსებობდა, უბრალოდ რაღაცეები დახვეწეს ჭყალებში, ცვლილებები შეიტანეს, ფულადი ჯარიმები გაამკაცრეს, რაღაც სიტყვები ჩაამატეს და გახსრულება გახადეს, რავი, 1000%-იანი მე მგონი. კანონი ჩემი აზრით არის ზერელედ და ძალიან ზოგადად დაწერილი. ისეა დაწერილი, რომ პოლიციის თანამშრომელს, როცა მანქანას გააჩერებს, ეჭვის საფუძველზე, რომ რაღაცა მაღალი ხმა აქვს ან რაღაცა, აძლევს აი სრულ კარტ ბლანშს რა, რასაც უნდა, იმას იზავს, როგორც უნდა იტყვის, პატარა კი არა, რასაც უნდა იმას იზავს, ისეთი სიტყვებით არის დაწერილი და სრული უფლება აქვს ამისთვის 200 ლარიანი ჯარიმა, ევაკუატორით საჯარიმოზე გადაყვანა და 10 დღე იქ გაჩერება და ეს ამან გამოიწვია ის, რომ ესეთი აჟიოტაჟი და ესეთი ამბავი მე ამ ავტოსფეროში კაი ხანია არ მახსოვს, იმიტომ რომ ყოველ მეორეს თუ მესამეს შეეხო. ხა, ჩემი აზრით თქვი მოკლედ კანონი არ ვარგა. საიდან გაჩნდა უცებ ეს იდეა და რატო ესე გამკაცრდა თვითონ კანონიც და აღსრულებაც არ ვიცი, თუმცა არის ერთი Facebook გვერდი, ჩემი ქალაქი მკლავს ქვია და ის აქტიურობს ხოლმე რაღაც ყოფაცხოვრებით საკითხებზე და იქ მოკლედ გაჩნდა აქტიურობა და ეხა მაგ გვერდისკენ დიდი აგრესია წავიდა ამ ავტომოყვარულების მხრიდან რა. ამ გვერდის თვითონ როგორც ამობენ, ამ გვერდის ინიციირებით არ მომხდარა ამ კანონის ასე ვთქვათ გამკაცრება და მე რაღაცა ასე შემდეგ. უბრალოდ დაემთხვა რა ამ გვერდის აქტიურობა და მე პარლამენტმა რომ ეს კანონი მიიღო. და აგრესია ნაწილობრივ მესმის, იმიტომ რომ ბევრი თვლის რომ ამ გვერდს რო არ ეაქტიურა, არ მოუყვებოდა ესეთი მთავრობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან და შემდეგ საპატრულო პოლიციის მხრიდან ეს მსგავსი რეაქცია რა და ეს ყველაფერი ორივე მხრიდან გასაგებია. ეხა რაც შეეხება აქ მე ისეთ ადგილზე ვდგავარ, რომ დამიჯერეთ ბევრი ავტომოყვარული დგას ჩემს უკან და ყველა ერთხმად თანხმდებით, რომ ღამე ეს უაზრო, ყოველად უაზრო ბღუილი რაღაც 4 ცილინდრიანი მანქანების ძველი იქნება, ახალი იქნება, F30 იქნება, რაღაც ძველი გატრობული სივიკი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, არის შემაწუხებელი და არც მე არ მომწონს და მეც პირადად რაც არ უნდა ავტომოყვარული ვიყო, მაწუხებს რა, გავანებოთ თავი პატარა ბავშვებს და პენსიონერებს და მოხუცებს. არა, ჩვენც აი ხა მეც ოპერატორსაც და უკან კიდევ ერთხელ მეორე ბევრი ავტომოყვარული დგას, ყველას აწუხებს და არა სასიამოვნო რა. ჩემი აზრით ესე კანონები არ უნდა იწერებოდეს, ესე ზოგადად და ზერელედ და ბევრი თუ კანონია და თუ პარლამენტი იღებს ამას, ბევრი ჩაშლა, ბევრი მსჯელობა, პროფესიონალების მოწვევა, ავტომოყვარულების მოწვევა, მათთან ერთად გავლა ამ საკითხების და არა დილიდან საღამომდე რომ მიიღეს კანონი და დამთავრდა და დაიწყო გიჟური აღსრულება რა. არა, უნდა ჩაიშალოს, უნდა და აი ძალიან მარტივი რაღაცა რა, ამერიკაში და ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, შვედეთში, საფრანგეთში თუ არის დინანის, აკრაპოვიჩის, სუპერსპრინტის, ეიზენმანის, ესეთი მწარმოებლების, ავტომარკეტ მწარმოებლების მიერ შექმნილი ავტომარკეტ ეგრეთ წოდებული გრუში წელები, ძრავიდან მოყოლებული ბოლომდე. იქ თუ შეიძლება ამერიკაში ეგ და ამერიკაში ყველა, რავი, Mercedes 63 AMG, M5-ები და სხვა სპორტული მანქანები არის დაუნფაიფები და ძვირადღირებული ამ სისტემებით აღჭურვილი. ჩვენთან ახლა რო არ შეიძლებაოდეს, მე მგონი სირცხვილია რა. ეს კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ არ ყოფილა არც კონსულტაცია, არც რაღაცის მოკითხვა და გარკვევა მთავრობის და კანონმდებლობის მხრიდან, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეთანხმები ვაჟაზე მაგალითად რამოდენიმეჯერ ბოლო ჩემ მეხსიერებაში რაც არის, რასაც ითვლის შემეხსიერება, რასაც დავაკვირდი რა. 1 წელია, მოკლედ, სულ მიკვირდა, რომ ღამის პერიოდში 11-დან 1-ელი 2-მდე ეხა მეც მიბიჟავია ჩემ მეგობრებთან ერთად და იქ გაჩერება იმ სახლებში, აი არქივიდან დაწყებული, რა ვიცი, მოლამდე დამთავრებული წარმოუდგენელი იყო და ეგ მართლა ძალიან ცუდია, ეხა ცოდოა რა ის ხალხი, მაგაში ვეთანხმები 1000%, კაცო რაზეა ლაპარაკი რა. თუმცა მეორე მხრივ ესეთი დრაკონული კანონის აღსრულება და სასაცილო ორ ფაქტს გეტყვით. ერთი, აი ის ბიჭი ალბათ ყველა ვნახეთ ვიდეო რუსთავში, კი, ქონდა 328-ზე, F30-ზე
ორივე მხარეს ორ-ორი, ანუ ჯამში 4 ეგრეთ წოდებული ნასატკა, მაგრამ აკაცმა თქვა, რომ კატალიზატორიც მიყენიაო, სრულიად ქარხნული გამონაბოლქვის სისტემა მაქვს და უბრალოდ ვიზუალისტვის თავები მაქვს და მეორე მხარე დაერთებულიც კი არა აქვს, ანუ ბუტაფორია აქვს და ხმა არანაირი არა აქვს. ის მანქანა დააჯარიმეს და გადაიყვანეს ევაკუატორით საჯარიმოზე 10 დღით და ვერც კი გაასაჩივრებს ის ადამიანი. ეს არის საშინელება და არასწორი ძალიან უსამართლობის განცდას ტოვებს რა და მეორე სასაცილო მაგალითი არ ვიცი ხა მე მითხრეს და თუ მართალია არ ვიცი რა, მაგრამ ესეთი ხმა მომივიდა რომ პრიუსი აქვა თუ C არ ვიცი ეს ახლა აქვს ხოლმე პრიუსებზეც ეგეთი 4 გლუში წელები მიმაგრებული ბუტაფორიები რა. ეგრე ქონდა პრიუს C-სო და ისიცო გააჩერეს და გადაიყვანეს საჯარიმოზე და დააჯარიმეს. ნუ ხა ამის მერე რაზე უნდა ვილაპარაკოთ რა, რომელ კანონის ისწორეზე, რომელ სწორ აღსრულებაზე. ანუ იმ ბევრ დამრღვევთან ერთად, ვინც მართლა არ იცეოდა კარგად, ასე ვთქვათ, ბევრი უსამართლოდ დაისაჯა და ეს არ შეიძლება. ამიტომ წესიერად და როგორც პარლამენტს შეეფერება, როგორც კანონს შეეფერება და კანონის მიღებას დეტალურად, იქ რავი, რამდენი ასე ვთქვათ, მოსმენებით მიიღება ხოლმე ზოგადად კანონები, რამე ეგეთი მოხდა მაკანონზე, არა, დილით დაიწყეს, აღამოს მიიღეს, მორჩა და დაიწყეს მეორე აღსრულება რა. ამიტომ წესიერად უნდა მოხდეს ამ კანონის შემუშავება, რასაც მე მივემხრობი და დავეთანხმები, დაწესდეს მაგალითად ღამის 10 საათიდან დილის 8 საათამდე შეზღუდვა და თუ ვინმე ჩაიბუთქუნებს თუ დაიბათქანებს თუ დიდი ხმით გაივლის, აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა იქ ესა გატრუბული რაღაცა 4 ცილინდრიანი 100 ხენიზალიანი მანქანა იქნება თუ 750 ხენიზალიანი 63 AMG-ან M5-ან RS6 და ასე სხვა მანქანები, არ აქვს მნიშვნელობა რა. ყველა დაჯარიმდეს. პოპკორნი იქნება თუ უბრალოდ მაგარი ხმით გავლა. ყველა დაჯარიმდეს. მაგას ვემხრობ მე, იმიტომ რომ ამ საძილე რაიონებში ხალხს შვილი ძილის უფლება უნდა მიეცეს რა. ხელები ამიწევია მაგაზე და 100%-ით ვეთანხმები მაგ, ასე ვთქვათ, სიწყნარის ქალაქის დაწყნარების იდეას. მაგრამ მანამდე 8 საათიდან ღამის 10 საათამდე, ხა ის ადამიანები ცოდოები არიან, რა, ვიღაცას უნდა რომ სპორტული მანქანა ყავდეს, ვიღაცას უნდა რომ მიიღოს სიამოვნება თავის მანქანით და ბიუჯეტი არ აქვს და რა ქნა იყიდა რაღაც 2-3000 დოლარიანი მანქანა და ნუ არც ხენიზალა არ აქვს, რაღაცა არც დიდი ნიუტონი არ აქვს და ერთ-ერთი ხმით შეუძლია იკაიფოს, ხო? ცუდია, არ ვეთანხმები მაგას, მაინც არ შეიძლება ზოგადად მე პირადად ჩემი გემოვნებით, მე ხომ მაქვს ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება. ჩემი გემოვნებით არც 328 F30-ების 4 გლუში წელი მომწონს, არც მაგათი პოპკორნი, არც N55-ის პოპკორნი და საერთოდ რავი, ავტომოყვარულებში ხა მე ვისაც ვიცნობ, პოპკორნის თემა დამთავრდა სადღაც 5 წლის წინ რა. არავის აღარ უყვარს პოპკორნი. ყველა მივხვდით რომ არც ძრავისთვისაც ცუდია დაჟე. ხო და აქედან გამომდინარე, ყველას დემოკრატიული სახელმწიფო ვარ და მე მგონი თავისუფლების უფლება ყველას გვაქვს, მაგრამ იქამდე სანამ, ასე ვთქვათ, სხვის თავისუფლებას არ შევეხებით და არ დავარღვოთ და სხვას სიმშვიდეს არ დაუკარგავთ რა. ამიტომ წესიერი დეცდა თავარი ხო მეგობრებო, თუ აი ჩემმა მეგობარმა ქორომ კარგად Facebook-ზე ვიდეო ჩაწერა და თქვა რა, თუ მოდიან და მინაზე გვიმოწვევენ მაკანონის მიღების მერე რა 60%-ამდე რო დაუშვეს. თუ მოდიან და 60%-ამდე გვიმოწვევენ, აპარატი აქვს და ეს აპარატი ხდება და მერე პრეტენზია არავის აღარ აქვს, თუ დაჯარიმდება ადამიანი. თუ ალკოტესზე მოდის და თავისი შეხედულების მიერ კი არა პოლიციის თანამშრომელი, არამედ ალკოტესტით გვიმოწვევს, ხო? და მე თუ შეგვიძლია გავაპროტესტოთ და სამხარალოში წავიდეთ. მაშინ თუ ამ კანონს ვიღებით, რავი, ერთი კვირით გადაგვეწია, ან 10 დღით თუ 2 კვირით, თუ რამდენი ხანი იქნებოდა საჭირო ამის აღსრულება და დეციბელ საზომი დაგვერიგებინა პოლიციისთვის და დეციბელებით მომხდარიყო ამ ყველაფრის გარკვევა რა. ეგ იქნებოდა ეხლაც ყველაზე სწორი და მომავალში ეს კანონი თუ ესე დარჩება, ესეთი კაცრი აღსრულება დარჩება, აუცილებელია რომ ეგეთი აპარატები დაურიგდეთ და დეციბელების მიხედვით გაიზომოს იმ ღამის 10-დან დილის 8-მდე და დღის განმავლობაშიც რა დეციბელებით გაიზომოს. ეგ ყველაზე სწორი არის რა. არ შეიძლება ესე რომ პატრული თავისი ყურით და რაღაცა შეხედულების მიხედვით წვიტავდეს ვინ დააჯარიმოს და ვინ გადაიყვანოს საჯარიმოზე და ვინ არა. ეხლა ეგ ყველაფერი გასაგებია რომ ტვინი გაებურღა მოსახლეობასაც, მერე მთავრობასაც, მერე ამ Facebook გველებმაც აქტიურად და რაღაცა ალბათ პატარა წვლილი და ჩემი აზრით დიდი წვლილი არა შეიტანა იმაში რომ ეს თემა ძალიან წამოიწია და უბრალოდ მთავრობის მხრიდანაც დაემთხვა ეს კანონის მიღება და აღსრულება რა. თორე ამ გვერდს არ დაუინიცირებია, არ ვამართლებ, არც ვიცნობ ვინ არიან უბრალოდ, ნუ ხვდები და ვიცი რომ ვერ დააინიცირებდნენ ეგრე კანონ პროექტს. ხო და მთავრობასაც ტვინი გაებურღა და აი დრაკონულად და აი კაცრი ხელით მართლა მოაშთო ეს პრობლემა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს
მკაცრად და დრაკონულად არ შეიძლება რა და კანონი უნდა იყოს წესიერად და ინდივიდუალურად ბევრი განხილვებით და ყველა პუნქტით დაკონკრეტებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში დაუნფაიფის და აკრაპოვიჩის დაყენების უფლება თუ აქვს და დინანის ვიხლოპის, რომელიც 10 და მეტი 1000 დოლარი ღირს, საქართველოში რო ეგ არ შეიძლებოდეს და ეხა შენ ძმაო პატრულის თანამშრომელი მოდის და გიყენია ავტომარკეტ, არაქარხნული და გადაკეთებული ესაო მაყუჩის სისტემაო, მაგის გამო გაჯარიმოს. აი ეგრე წერია კანონში რა, ნებისმიერი შეხება, ასე ვთქვათ, გამონაბოლ სისტემასთან, თუნდაც ეს ვიზუალური, რომელიც ხმას არ ცვლის, იჯება კანონი და ეგ არის, ნუ არ ვიცი რა, პაპუასების და იმის ძალიან ფუისხანის დროინდელი მიდგომა, არ შეიძლება ეგრე რა. ზოგადად თემა არის მოკლედ აი ესე ჩემი აზრით ზერელი და ზოგადად გაკეთებული და სამწუხარო და ავტო თემებს რაც შეეხება, ბევრ რაღაცაში ვიჩაგრებით რა. თუნდაც მარტივად 40 წლის კანონს რაც შეეხება რა, რომ ძალიან ბევრი მანქანა და ძალიან ბევრი ავტომოყვარული იჩაგრება და ეგეც დაუშვებელია და ეგეც არასწორი და უაზრო კანონია და არაფერში არ ჯდება და სამომავლოდ შეგვიძლია მაგ თემაზეც პოდკასტშიც ვიდისკუსიოთ და განვიხილოთ და ასე ვთქვათ საჯაროდ გავხადოთ ეგ თემა და განვიხილოთ ერთი რატო არის როგორ არის და სწორია თუ არა სწორია და საერთაშორისო სტანდარტი რას გვეუბნება და ევროპაში გერმანიაში როგორ არის მაგალითად გერმანიაში და კალიფორნიაში თუ შეიძლება იმპორტირებული მანქანის შეყვანა გარედან და ის კალიფორნია, ამერიკა და კალიფორნიის იმიტომ რომ ყველაზე მკაცრი პირობებია და ის რა გერმანია თუ გაძლევს იმის უფლებას რომ ნებისმიერი წლოვანების მანქანა შეიყვანო და შენ უბრალოდ თავარი მოთხოვნა გაქვს რომ ეგ დათვალიერება გაიაროს უმაღლეს დონეზე. იქ თუ შეიძლება საქართველოში რო არ შეიძლებოდეს და არ შეიძლება სასაცილოა სატირალი რო არ იყოს რა. ასე რომ არ შეიძლება ეს ზერელედ მიდგომა, არა მარტო ავტომოყვარულებს და მოგაზავე რაღაცა სასტავის ინტერესებს კი არ კონკრეტული 100 კაცის ინტერესს კი არ აზიანებს ეგ. ეგ აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ, მე გეტყვით რომ აი დიდწილ, ასე ვთქვათ, ინტერესს და თემას აზიანებს რა. ამიტომ აი ესე ზოგადად არა მარტო ამ ვიხლოპების და ახალი კანონის ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ამაზეა ეს რომ მარტო ესე იმუქმედა ვთქვათ პარლამენტმა და მიიღო კანონი. არა, აი იმ კანონზეც ზერელედ არის ნამუშევარია და თვითონაც ვერ გაუგიათ ვინ სოფლის მეურნეობის სამინისტრო რატო წყვიტავს ევრო 5-ია, ევრო 6-ია თუ რა არის მანქანა. და 2013 წლის ქვემოთო და 10 წლით ავტოპარკი უნდა 10 წელზე მეტი ავტოპარკი არ უნდა ყავდესო და ეს 2025 და 2013 წლის მანქანა მოყვანა შემიძლია, ხო? და 2012-იანის და 2010-იანი F1-ი შემოყვანა, რატო არ შემიძლია? ევრო 5 არ აკმაყოფილებს? რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს და რა თქმა უნდა, ძალიან წუნდებული კანონია ეგეც და გადასახედია რა. ამიტომ მარტო ამ ვიხლოპების და ხმაურის კანონზე და პოპკორნის კანონზე არ უმოქმედია მთავრობას ესე ზოგადად, არამედ ავტო თემას, კონკრეტულად ავტო თემას რაც შეეხება სამწუხაროდ და ესე ზოგადად და ზედაპირულად განიხილავს ხოლმე, რაც მე პირადად აი ჩვენ ვინც ვართ ავტომოყვარულები, ბევრს აი ძალიან გვაწუხებს და ძალიან არასწორია და ქვეყნისთვის არის, ქვეყნის ეკონომიკისთვის პირველ რიგში ძალიან ცუდი. მოკლედ, მე მგონი გასაგებად დავაფიქსირე ჩემი აზრი, 7 ძილს ვემხრობი ქალაქში, ვისაც მართლა უნდა რავი, ენერგიების დახარჯვა და ასე შემდეგ არის ლილოც და რუსთავიც. და რავი, დღის საათებში კი ბატონო, რა ყველას თავის მურალმა მიცეს უფლება რაღაცა ცენტრალურ ქუჩებში იგაზავებს თუ არ იგაზავებს და პატრული გაყვესმენა და დეციბელით გაუზომოს იმ კონკრეტულ მანქანას ესა ხმაური რა. მე მგონი ძალიან მარტივია უბრალოდ რაღაც სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას პარლამენტთან ერთად, ავტომოყვარულებთან ერთად, საავტომობილო ფედერაციასთან ერთად და წესიერად დაიწეროს კანონი. ამაში არაფერი პრობლემა და სირთულე არ არის რა. უბრალოდ, რავი, შეიძლება 1 თვე, 2 თვე გაიწეროს ამ კანონის მიღება და მანამდე ესეთი დრაკონული აღსრულება, აი, რავი, ცუდათვაა რა, ის 328-ის რუსთავში 328-ის წაყვანა როგორ შეიძლებოდა და ძმაკაც დაურეკა რომ მოდიო მანქანური რჩები მომაკითხეო და იმასაც დაუნახეს რაღაცა იგივენაერად სტოკი გამშვების სისტემა ქონდა და ისიც მიაყოლეს ზე და პრიუს ახვას რო წაიყვანა ხა ეგ ხო სასაცილოა და მეტი არაფერი რა. მოკლედ დასაჯდომია, გასაკეთებელია და დრო ჭირდება და მისახედია ამ ამბავზე რა და ესე ერთ დღეში დილიდან საღამომდე თურმე შესაძლებელი ყოფილა კანონების შეცვლა და ნუ კარგია ესე სწრაფად თუ შეგვიძლია მაშინ იმ 40 წლიან კანონსაც მივხედოთ რა და ასევე სხვა ძალიან ბევრ კანონს და მე მომხრე ვარო ზოგადად თუ ესეთ სწრაფი ტემპი შეგვიძლია შევბეროთ კი ბატონო ძალიან კარგი იქნება ჩვენ ქვეყანას ნამდვილად ჭირდება სწრაფი ტემპებით განვითარება. მოკლედ
იმედია ყველაფერი კარგად იქნება და წარმატებებს გისურვებთ ყველას.